რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, მომავალში ვისაც მოусმენთ ამ კომისიის ფარგლებში. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, ასე მგონია, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ვიყვანოთ ეს ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება დღეს, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც არის მისი ადგილი და ეს მან უნდა იცოდეს. სწორედ საქართველოს პარლამენტიდან მოსმენილი სიტყვები, სადაც ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში და ქვეყანა საბოლოოდ გადაიყვანა განვითარების სწორი გზიდან. რაც შეეხება მომავალ თაობას, მე მრჩევლად რა თქმა უნდა არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობა, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ, დასამალი არაფერი არ უნდა იყოს, ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ, რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს, ძალიან მტკივნეული რაც არის ის ადრეულ ასაკში არ ითქმის და არ გაიგება, მაგრამ ყველაფერი მათ უნდა იცოდნენ, ისე რომ არ გახდნენ აგრესიულები, მაგრამ ჰქონდეთ ანალიზის უნარი და ეს უნარი ჩვენ მათ უნდა გავუმახვილოთ, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით იქ, სადაც ვართ, უფრო მეტიც გულისხმობ თანამდებობებს, უფრო მეტიც ჩვენ ყოველთვის არ ვიქნებით იქ, სადაც ყველანი ვართ, დედამიწაზე და ის რაც დარჩება მერე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის მომავალი თაობა, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრი, ზოგიც კერძო სექტორში ისახელებს თავს, ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი, რომ ჩვენს ქვეყანას ღმერთმა დაუფაროს მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი ხელისუფლებაში და მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ასე შემდეგ, თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით, იმიტომ რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ მთელ გვარს ცხებს ჩირკს. მე ერთი კითხვა მაქვს და თუ სხვა კითხვები არ იქნება, თქვენ თუ გნებავთ მერე ბოლოს თქვით და ამით დაგემშვიდობებით დღეს. როდესაც თქვენმა მშობლებმა გადაწყვიტეს